თქვენ ძალიან ისე პესიმისტურად ხართ განწყობილი ქართული ოცნების მხრიდან რაღაცა კომპრომისულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მაგრამ არიან ადამიანები, არ ვიცი, ვინც უფრო ოპტიმიზმით უყურებს პერსპექტივას თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. არის რაიმე წინაპირობა, რომელიც ამაზე შეიძლება მეტყველებდეს? ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მე შემიძლია თქვენს ნანახი მაქვს, მაგრამ არა კეთილი ქართული ოცნების კეთილინების გამო, არამედ ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. მე ეს ადრეც მithქვამს თქვენთან ეთერში, ხო? ანუ 2026 წლის შემოდგომაზე პოლიტიკური ლოგიკით რა მოხდება სინამდვილეში მე პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ პოლიტიკური ლოგიკით ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს არჩევნები. რატო? იმიტომ რომ დღეს ბიზინა დგას გზაჯვარედილზე. ან გვაბრუნებს რუსეთის იმპერიაში, ან აშენებს აზერბაიჯანის ტიპის, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ის ავტორიტარულ ავტოკრატიას, ხო? რომელსაც გარკვეული ურთიერთობები აქვს ყველასთან, ხო? აი ეს ამ მოცემულობაში. ეხლა თუ რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს რუსეთის იმპერიის მოთხოვნა ცალსახაა, ეს უკრაინის სომხეთთან დაკავშირებითაც გამოჩნდა, რომ კონსტიტუციიდან იქნა 78 მუხლი ამოღებული. 78 მუხლის ამოღება სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა. შესაბამისად, თუ რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს არჩევნები უნდა ჩაატაროს, მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა და 78 მუხლი ამოიღოს დასავლეთის დემონიზაციის ფონზე, ან მეორე შემთხვევაა, თუ რუსეთის გადაგდებას გადაწყვეტს და შემოატრიალებს ქვეყანას უფრო დასავლეთისკენ, მაშინ ლეგიტიმაცია ჭირდება, რომელიც არა აქვს დღეს, ხო? ანუ არჩევნების ჩატარება. ანუ ორივე შემთხვევაში რა გზაც არ უნდა აირჩიოს. პოლიტიკური ლოგიკით მას ჭირდება არჩევნები. არა კეთილინების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჭირდება. ეხლა სინამდვილეში ამას გააკეთებს, არ გააკეთებს, მე არ ვიცი, ვიღაცა მერე წამომაძაღებს, ესე რომ თქვი, რატო არ გააკეთაო. მე ეხლა პროგნოზს არ ვაკეთებ, მე ვლაპარაკობ პოლიტიკური ლოგიკით. სამწუხაროდ ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის არ ექვემდებარება პოლიტიკურ ლოგიკას და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ერთ-ერთი მათი ძალა ამაშიც არის, ხო? რომ გათვლა ზოგჯერ შეუძლებელია, როდესაც გააკეთებენ. რომელ ფეხზე ადგება ბიზინაც, უთხასიათს გაიბრძებს, კალხასიათზე, ესე იქცევიან ზოგჯერ და აქედან გამომდინარე მე პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ პოლიტიკური ლოგიკით 2026-ში ბოლოს შემოდგომისკენ არჩევნები რა თქმა უნდა იყოს. ხო, სწორედ აი ამ პოლიტიკურ ლოგიკას თუ მივყვებით და ქართულ ოცნებას თუ აწყობს აი ამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მაშინ იგივე პოლიტიკური ლოგიკით მათ უნდა აწყობდეთ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. აი მაგალითად სამთავრობო ცვლილებების გაგრძელება და მთლიანად აი ამ გუნდის გადახარება. მეთანხმებით თუ არა ამაში? ქართულ ოცნებას ესმის მხოლოდ ძალის პოლიტიკა, ხო? არც დათმობაზე ქართული ოცნება არ წავა, თუ ან ვიღაცამ არ აიძულა და ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს. და თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ რომ აიძულონ ხელისუფლების პირობები კი არ წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ ავაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება უკან დაიხიოს. ან ვაჭრობიშა, ან დასავლეთიდან დაწოლით. ან ორივე ინსტრუმენტის უпроსტოდ ყველაზე სწორი იქნება, თუ ორივე ინსტრუმენტი ჩაირთვება. ანუ ხალხის ზეწოლა რომ აიძულონ ხელისუფლება რომ გახსნას კონკურენტული სივრცე პოლიტიკაში და მეორე მხრივ დასავლეთიდანაც შესაბამისი ზეწოლა რომ ესე რომ ვთქვათ, გახორციელდეს დაუბრუნდეს ცივილიზებულ ურთიერთობებს ხელისუფლება. ამ ორი ფაქტორის გარეშე ხელისუფლება რატო კეთილინები და კაი ბიჭები გახდებიან? დღეს რო ცუდი ბიჭები არიან და ვიცით, თვალ გაკეთილ შობილდებიან, მოინანიებენ, მონანიება ეხა პოპულარული ის არის, ხო? თუ ღმერთი შეშინდება თუ რა, მებრძოლი ათეისტები არიან, ხო? ძალაუფლების გარდა არაფერი ინტერესი არ აქვს, თქვენ გონიათ, მართლა პატრიარქს ელაქუცებია, მართლა მორწმუნეები არიან. მორწმუნე ადამიანი როგორ შეიძლება ისე იქცეოდეს, როგორც ხოცები იქცევიან? ესე მორწმუნე ადამიანი, რომელსაც ათიმცნება წაკითხული მაინც აქვს. და ოდნავ გააზრებული, როგორ შეიძლება ისე იქცეოდეს, როგორც ყობახიძე იქცევა მაგალითად.
ხო, მაგრამ არსებობს მეორე, ასე ვთქვათ, მოცემულობაც პოლიტიკურ კონკურენციას ვგულისხმობ. შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ფსონის დადება სწორედ ამაზე მოხდეს, ანუ რამდენად ძლიერი კონკურენტი ეყოლება თუ მაგალითად გავყვებით აი ამ შესაძლო სცენარს წლის ბოლოს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს ვნახეთ ოპოზიციურმა ალიანსმა 6 წინაპირობა მოთხოვნა დააყენა, რა შემთხვევაში მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. კობახიძის პასუხია რომ ნუ გასაგებია აი პირობებს რო აყენებენ მარტო პირობები ტელევიზორში ვეღა მეც დავждები ეხლა და მე ჩამოწერ 10 პირობას. ძალიან ჭკვიანობს და დავაყენებ ბიჭო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები პირობას რო აყენებ, შეუნდა კონდეს ინსტრუმენტები იმისა რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო და ეს პირობები მიიღოს, თუ აყენონ ეს პირობები და იყვნენ. გამოვა მეორე მხარე დასცინებს რა საკეთებს კობახიძე მეტი არაფერი არ მოხდება. პირველ რიგში ხალხის მხარდაჭერა უნდათ, ხო, უნდა მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა, რომ ხელისუფლებამ გაუწიოს ანგარიში. ძალის გარეშე, ძალის დემონსტრირების გარეშე ეს ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს. და ძალა არის ხალხში, არ არის პარტიებში ძალა. და ძალის დემონსტრირებამაც შესაძლებელია მოუსწროთ ამასობაში, ანუ გულისხმობ 26 მაისს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას. თანაც ვიცით რომ აქტიურ ფაზაშია უკვე ეს კარდაკარის პროცესი შესული, ისე მინდოდა მეკითხა, თქვენამდეც ხომ არ მოსულან? არ ვიცი, არ მოსულა, არ ჩემამდე მოსულა და მე არც გამიგია ვინმემდე რომ მისულიყვნენ ახლა სადღაც დადიან ალბათ იმედია და ანუ ფიქრობთ რომ კაცო მე გამიხარდება თუ ბევრი ხალხი გამოვა და რაღაცნაირად რასთავარია მათ აღიარებს ლიდერება. ნებისმიერ ესეთ მოძრაულ როცა ომში მიდიხარ, ომს ჭირდება სარდლობა. სარდლობის გარეშე რომელი არმია გინახავს, თუ დევგმირებით რო იყოს, დაკომპლექტებული თუ სარდლობა არ აყავს რომ ომი მოეგოს. მათ აღიარება პოლიტიკურ პარტიებს ჭირდება და აღიარება ხალხისგან, მარტო ხალხის გამოსვლა კი არ ჭირდება. ხალხმა ისინი უნდა აღიაროს ლიდერებად. და თუ გამოვა ბევრი ხალხი, ეს ფაქტობრივად აღიარება არ იქნება, ბატონო გია? ნუ აქამდე ხალხი არ გამოდიოდა, მაგრამ ხალხი გამოდის ძირითადად დღემდე აქციები ხალხი გამოდიოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ლიდერად რომელი პოლიტიკოსი აღიარეს, არ პოლიტიკოსებს არ იკარებდნენ თვეების განმავლობაში კონაკეთა რა. ბატონო, თუ ისინი აღიარეს ლიდერებად, მე მხოლოდ გამიხარდება კაცო. სხვა შორის გვარამიამ თქვა რომ აი მიუხედავად იმისა რომ ცნობილია ლელოს და გახარიას პარტიის პოზიცია რომ ისინიც უნდა მოკლედ შემოუერთდნენ ალიანსო, რასაც გახარიას პარტიის საკმაოდ მწვავე პასუხი მიიღეს რომ მოკლედ მათთვის წითელი ხაზი არის ნაციონალ მოძრაობა და მით უმეტეს თუ არ ვწდები ყოფილი ნაცები. ეს რიტორიკა რამდენჯერ გვაქვს და სულ დეჟავიუ გვაქვს და სულ ერთი და იგივე წრეს დრიალებენ. ერთი და იგივეს ამბობს ერთი მხარე, ერთი და იგივეს პასუხობს მეორე მხარე. ეს ხალხი უყურებს ამ იწილოს რა და არ მათქმევინოთ, ეს ხალხი ამ პოლემიკის შემდეგ რა ხასიათზე დგება და როგორ მოიხსენიებს თუნდაც ერთ მხარეს და თუნდაც მეორე მხარეს. რა ხასიათზე დგება ესე გინების და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ლანძღავს ორივე მხარეს აი ამ უაზრო პოლემიკის გამო.